ახლა ჩვენს ეთერში ტრადიციულად სამშაბათის რუბრიკის ტექნოლოგიების სიახლეების დროა და სამშაბათი AI-ის გარეშე როგორ იქნება? თემუკა შემოგვიერთდა და ეხლა დაგვაყრის ინფორმაციას AI-ებით დაიწყებს და AI დავიწყებ და ისეთი ცოტა სახალისო დაგვახალისე შენ თორე დილიდან ძალიან ვერ გავხალისდით. ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ გააკეთა ხელოვნური ინტელექტის თოვლის ბაბუის ვებსაიტი. სადაც ბავშვებს შეუძლიათ შევიდნენ ვიდეო კამერით ამ თოვლის ბაბუას ელაპარაკებიან, ეს თოვლის ბაბუა შევებთ ინტერაქციაში შემოდის. წინასწარ კოჩია გაწერილი, რა თქმა უნდა, შინაარსობრივად, ეს თოვლის ბაბუა არის, ელფები მუშაობენ რაღაც საკითხებზე და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, ჟურნალისტები არიან, New York Times-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი შევიდა ამ საიტზე და აღმოაჩინა, რომ ეს თოვლის ბაბუა არც თუ ისე განვითარებული არის, საკმაოდ ბევრ ლოგიკურ შეცდომას უშვებს, მაგალითად სტატიაში მოყვანილი მაგალითი საჩუქრებს რომ მოიტანს. მე დავიჯერე მოგვეწონება. მანამდე იყოს ესე ეკრანზე ან ლოგიკური შეკითხვები როდესაც დავუსვა მაგალითად ლეგო პროდუქტი ლეგოსთან დაკავშირებით მან თქვა რომ მე ლეგო არ ვიციო საერთოდ რა არისო და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა ხა იმას რომ ჩავიზიო ზედმეტად რომ რა ეშლება და რა არ ეშლება, მე მგონი ბავშვებისთვის საკმაოდ ისეთი სახალისო და კარგი წამოწყება არის დარწმუნებული რომ ბევრი პატარა ბავშვი ძალიან კარგად და ძალიან მაგრად იხარისებს ამ ყველაფერს. კი. შეგვიძლია ჩვენც გავერთოთ. შევალ მეც მოვინახულებ დღეს შევედი ფოტოშორის და ერთადერთი აზრგური დამწყდა არის რომ სხვადასხვა ენებზე არ აქვს ხარდაჭერა მარტო ინგლისურში შეიძლება ხო ეგ ცუდია მაგრამ ეხა ყურსასმენებია ისეთი რომ პირდაპირ გითარდება აი მაგაზეც ეხა მოკლედ გეტყვის არ ყურსასმენებზე გადავალ ჩემ გულთან ახლოს დგას ეს საკითხი და მაგიტო ესე იგი 2025 წლის ვიდეო თამაშების დაჯილდოებმა მათ ჩაიარა ბევრი თავი რო არ მოგაბეზროთ უაზრო სახელებით და მონაცემებით კომპიუტერების და თამაშების მოკლედ გეტყვით რომ ძალიან ბევრი ძველი თამაშის რიმეიკი დაანონსდა არა ზოგადად ტრენდზე მიუთითებს ინდუსტრიაში რომ რიმეიკები მოდაში იყო და კვლავ მოდაში რჩება. ოღონდ ეს მოდაში მხოლოდ მოდის გამო არა რა თქმა უნდა ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს სხვადასხვა თამაშებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მასშტაბის ფაქტობრივად ლეგენდარული თამაშის ტრილოგიის მესამე ნაწილი დაანონსდა. ეს არის Half-Life. ძალიან ძველი თამაში, რომელიც პირველად 1999 წელს გამოვიდა და ეხლა ანონსებენ რომ შემდეგ წელს გამოვახალი Steam მაშინთან, ანუ ახალ სათამაშო კონსოლთან ერთად. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, დარწმუნებული ვარ იმ ერთი ან ორი ადამიანისთვის, ვინც ამ საკითხში ერკვევა, იმისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო ახალი ამბავია. ეხლა რაც შეეხება ყურსასმენებს. Apple-მა ცოტა ხნის წინ დაანონსეს ყურსასმენები, ოღონდ მხოლოდ Apple-ის ყურსასმენებზე მუშაობდა. რა თქმა უნდა, Google-ი არის ერთ წელიწადში თქვა, რომ ჩვენ უკვე ყურსასმენებს კი არ გავაკეთებთ, ანუ ფიზიკურ ნივს კი არ გააკეთებენ პროგრამას Gemini-ის ანუ მათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ნებისმიერი ყურსასმენი რაც უნდა გეკეთოს თუნდაც აი ესეთი რაც ახლა ყველას გვიკეთია შეიძლება სინქრონულად გადათარგმნოს ნებისმიერი ენა და მხოლოდ კი არ გადათარგმნოს რობოტულად არამედ ტონი და ხმის ტემბრის კი მიამსგავსოს იმ ადამიანისას ვინც გელაპარაკება ეს მე თუ მკითხავ აი ჭეშმარიტი ინოვაცია არ მოგეწონა გიორგი შენი პროფესია მე მგონი ხრება იცი რა არის ესეც ვიტყვით კი იმიტომ რომ პროფესიას ჯერჯერობით ყოფშავ მგონი რომ მუქრება AI-ის არსებობისა მაინც შეიძლება ამ სფეროს კონტროლი სხვადასხვა ექსპერტიზით და სხვადასხვა დასკვნებით ასე რომ თუ ვინმე შეეცდება რა თქმა უნდა იგივე ჩემი ხმით რომელიმე რეკლამის წარმოებას ნო იყავით ფრთხილად ყურსასმენებსაც შეეხება გიპოვით და მოგწოდებით ყველას ყურსასმენებსაც შეეხება მე ვფიქრობ რომ ჭეშმარიტად ინოვაციური ტექნოლოგია არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან დაეხმარება საზღვარგარეთ სიარული ენის პრობლემა სერიოზული პრობლემა არის და ზოგადად ისეთი ბარიერები უქმდება ტექნოლოგიის დახმარებით რომელიც კაცობრიობას პირველი დღიდან მოსდგამს და წარმოგიდგენ ენის ბარიერი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რა დიდი ისტორიული პრობლემა, ანუ პრობლემა ბჭყალებში რა თქმა უნდა, რაც ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში აფერხებ და ფაქტობრივად აღარ იარსებებს. ანუ Apple-ის მაგალითად რატომ მოვიყვანი თავიდან რომ Apple-მა ჩააბა ფიზიკურ პროდუქტს, რაც ნიშნავს რომ Apple-ის პროდუქტები ზოგადად და ნაუშნიკები არ არის მაინც და მაინც იაფიანი სიამოვნება და Google-მა ამას ძალიან ზუსტად დაუჭირა, ძალიან კარგად აუღო ალბათ და ანუ ძველ ყურსასმენში ნებისმიერი სახის ყურსასმენი გამოვიდეს აპლიკაციის მეშვეობით. აპლიკაცია არ ზედმეტი ფულის გადახდა არ გიწევს არაფერი. აი სხვათა შორის ეს იქნება ძალიან ცუდი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სფეროთია დაკავებული, ხო, სინქრონული თარგმანი. ამას ცალკე ასწავლიან და ამას
ამაზე მთელი ცოტა გლობალურად თუ შევხედავთ, საერთოდ ენის სპეციალისტები გაუქმდებიან, იმიტომ რომ თუ აღარ იქნება საჭირო ადამიანებთან კომუნიკაციისთვის ენის ცოდნა, ადამიანმა უნდა იცოდეს ენა სრულყოფილად. აი ეს ხელოვნური ინტელექტი რაც გვასწავლის და ის მცირე დრო რაც ხელოვნური ინტელექტთან ერთად გვაქვს გატარებული ადამიანებს. კი, რაღაცებს უდაოდ საფრთხე ემუქრება ინდუსტრიებს თუ პროფესიებს, მაგას ვერავინ იტყვის რომ არ ემუქრება, თუმცა ძირითადად მაინც უფრო ხელსაწყო ხდება ხელოვნური ინტელექტი და არა ჩამნაცვლებელი ადამიანთან მიმართებაში. ყველა ინდუსტრიაში ეს გვანახა, ძალიან რუტინულ და ძალიან განმეორებად სამუშაოებს თუ ანაცვლებს და იმასაც ხშირ შემთხვევაში სადაო არის ანაცვლებს თუ არა. აქედან გამომდინარე მე უფრო ვიტყოდი რომ ახალ დონეზე გადაიყვანს რაღაც პროფესიებს, გამოწვევა იქნება ბუნებრივი ადამიანებს მოუწევთ რომ განვითარდნენ, ისწავლონ, ალღო აუღონ ტექნოლოგიას, თუმცა ესე დრო ვთქვათ რომ პირდაპირ წაშლის რაღაცებს, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს ჯერჯერობით არ გვემუქრება. ისევ AI-ზე უნდა დაგელაპარაკოთ და ამჯერად უფრო ისეთ ზარღვიან თემას პირდაპირ ვთქვა. ესე იგი, Disney-მ 1 მილიარდი დოლარი, Disney-ის კორპორაციამ, მულტიფილმების წარმოებულმა კომპანიამ 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაადო OpenAI-ში, ანუ ChatGPT-ს და Sora-ს მშობელ კომპანიაში. რას ნიშნავს ახლა ეს? მხოლოდ ინვესტიცია არ ჩაუდიათ, მთელი მათი ანიმაციური ბიბლიოთეკა OpenAI-ის ვიდეო გენერაციის მოდულს, ანუ Sora-ს გადასცეს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გამოწერილი აქვს ChatGPT და Sora, ანუ $26 თუ არ მეშლება, რომელიც იხდის subscription-ში, გამოწერაში უკაცრავად, მას შეუძლია Disney-ის ნებისმიერი პერსონაჟი, იქნება ეს, არ ვიცი, აი კადრებს ასაცხელოთ ეკრანზე რაც გადის, ნებისმიერი ახალი ხო, Marvel-ის პერსონაჟები იქნება, მეფელომი იქნება, ну, აი არ ვიცი, ჰერკულეს ნებისმიერი პერსონაჟი შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს, ისე ალაპარაკოს როგორც მას უნდა, ისეთი მოქმედება ჩაადერინოს როგორც მას უნდა და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეული წესები არის, რომელიც არ უნდა დაირღვეს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ იბილს იტყავოს პერსონაჟმა, რა თქმა უნდა არ შეიძლება რომ იმ ორიგინალი მსახიობის ხმა ედოს, ვინც გაახმოვანა ეს პერსონაჟი და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ როგორც კი Disney-მ ფული ჩაუდო OpenAI-ის ამ წამოწყებაში, იმ წამს Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდულს გაუგზავნეს წერილი და უთხრეს, რომ თქვენ ჩვენი პერსონაჟების გამოყენება აღარ შეგიძლიათ. რა თქმა უნდა. კითხვები ჩდება, რამდენად რის მომტანი არის საერთოდ ეს გადაწყვეტილება. გასაგებია ინვესტიცია და OpenAI ძალიან სწრაფად მზარდი კომპანია არის და აქედან სავარაუდოდ Disney უკუგებასაც ელოდება ამ ჩადებული ფულიდან. თუმცა პერსონაჟების ესე საჯაროდ გასხვისებაზე იმ წამს ალაპარაკდა, რომ შეიძლება ცოტა ზედმეტად გააუბრალოს ეს ისტორიული სტუდიის და ძალიან ბევრი მხატვარი და ანიმატორის ნამუშევარი. რომელიც ჩვენთვის არიან რაღაცა ძალიან ძვირფასი პერსონაჟები. იდოლები. კი, ჩემი ბავშვობა და ყველას ბავშვობა, ხო, Disney ყველას ბავშვობა. ასევე წარმოიშვა ესეთი წუხილი, რომ ეგეთი ტერმინი არსებობს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში AI slop-ი, ანუ AI ნაგავი. AI-ის მიერ გენერირებული აბსოლუტურად უაზრო ვიდეოები, რომელიც არაფრის მომცემია, ხშირად გარჩევაც კი გიჭირს, ნამდვილი არ არის ნამდვილი და ნუ აი უბრალოდ სკროლავ. სავარაუდოდ ეს ხელს შეუწყობს, რომ გამრავლდეს ეს AI ნაგავი და უბრალოდ ახლა ამჯერად მოხდება ჩვენი საყვარელი Disney-ის პერსონაჟების გამოყენება. სამწუხაროა. აქედან გამომდინარე, მაინც გონია რომ მაგის უკან რაღაცა ისეთი ფინანსური მაქინაცია აქვს ჩაფიქრებული, რომ Disney ახლა ასე ნაგავში მართლა არ გადაყრიდა 1 მილიარდ დოლარს. იმედი ვიქონიოთ, თუმცა დიდ კომპანიებსაც ეშლებათ ხო. ბოლოს უკვე ცოტა უფრო ისეთი ნიშური, თუმცა არც თუ ისე ნიშური. Instagram-ი მოგცემს ჩვენი ალგორითმის ჩვენ თავზე მორგების საშუალებას. რას ნიშნავს ახლა ეს? მოგეხსენებათ, როდესაც TikTok-ს ან Instagram-ს სკროლავთ, ეს ალგორითმი ავტომატურად თქვენზე აგროვებს ინფორმაციას. ეს არ არის საიდუმლო. რამდენი ხანი რა ვიდეო შეხედავთ, რამდენი ხანი გაჩერდებით, რამდენი რას დაალაიქებთ, რას გადააზიარებთ და ასე შემდეგ. ის მე ამის მიხედვით თქვენზე ადგენს უხეშად რო ვთქვათ ციფრულ დოსიეს. ზუსტად იცის ვინ ხართ, რა მოგწონს და ასე შემდეგ. ხო, ინტერესებს სწავლობს კი. წუთას რა მაინტერესებს იმასაც კი ხდება, იმიტომ რომ შეიძლება რეკომენდაციებსაც ნათქვამით ჩემი ოჯახის წევრისთვის ან რაღაც ჩემი. კი, მოკლედ ეს ალგორითმები არის ფაქტიურად ფასი, აი TikTok-ს თუ ფასი ადევს, ბევრ სხვა მიზეზთან ერთად ძირითადი ფასი არის ეს მისი ალგორითმი, რომელიც ჭეშმარიტად უნიკალური არის. იგივე Instagram-ს და იგივე სხვა ეგეთ სოციალური მედიის პლატფორმებს. რომელიც ფაქტიურად არის მაგაზე აგებული, იმიტომ რეკლამა უნდა მოკიდოს საბოლოო ჯამში, მაგამდე დადის ყველაფერი. ხო და Instagram-მა გადაწყვიტა, რომ ჩვენ მოგცეს უფრო მეტი მართვის უფლება
ამ ალგორითმის. ანუ ჩვენ ხელოვნურად, მექანიკურად შევძლოთ შეყვანა, რომ მე მაგალითად მაინტერესებს სპორტი. მაგალითად მაინტერესებს ფილმები. ანუ უფრო ნიშური საკითხი შეიძლება იყოს, მე მაგალითად მაინტერესებს კონკრეტულად ის ფილმი, რომელიც ახლა ერთი თვის წინ გამოვიდა და კონტენტს მოგაწვით ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო წამოწყებაა, ძალიან ჯანსაღი წამოწყება არის ჩემს, იმიტომ რომ ალგორითმები ხშირად ცოტა ბაბლებში, ბუშტებში გვაქცევენ სოციალურ მედიაში, ასე რომ მივესალმები ინსტაგრამის გაწყვეტილებას. კი, ნამდვილად ძალიან მე მაგალითად გუშინ Facebook-მა შემომთავაზა აი ეგ. რასაც ინსტაგრამზე ამბობ და მითხრა რომ მინდა თუ არა რომ ჩემი ინფორმაცია გადამუშავდეს და ისეთი ტიპის რეკლამა მომივარდეს კონტენტში რომელიც მე მაინტერესებს თუ ესე უბრალოდ აი რაც მოხვდება ეს და მე ვუთხარი რომ ვაძლევ უფლებას რომ გაეცნოს ჩემი ინფორმაციას და იმის მიხედვით მომაწოდოს. მიეცი AI-ს ამ შემთხვევაში ამ მეტას ჯგუფს იმის უფლება რომ ჩემი ინტერესები შეისწავლოს. ხო, მაგრამ ამ ამასობაში შენ უნდა მიგეთითებინა შენი ინტერესები, ხო? თუ სწორად ეს ჯერ ინსტაგრამმა ეს გააკეთა ამერიკაში მხოლოდ. თვითონ ხონან ხედავს ჩემზე კარგად, რა კონტენტს ვეცნობი. რაშინ არის ინფორმაცია. ამ ყველაფრის გადმოკეთება შეიძლება მე თუ ერთხელ რომ მოაწერ ხელს და მოაწერ ეგ არის. აი გაღარ ვიცი. აი, იმედი არის შეიძლება. შემდეგ სამშაბათს გავაგებინებთ მაგამ.